მოგესალმებით, მე ვარ ლიკა კებულაძე. ხაზარულა, ხეს რომ დაველაპარაკე პირველად 14 წლისა ვიყავი, თვითონ ბებერი იყო 55-60 წლისა. თითქმის ჩემი ბებიის ხნის, ხევაშლისა გახდათ და სახელად ხაზარულა ერქვა. მახსოვს ადრე მისი ნაყოფი ბებია ზამთრობით თბილისში ჩამოჰქონდა დილით რკინიგზის სადგურიდან მოსული სოფლის სურნელა დაყვავებული და დაღვრილი გულში ჩამიკრავდა მუშტის ოდენაც შეუხედა შემჭკნარ ვაშლის ლოგინში შემომიგორებდა და მეტყოდა აგინენა შენი ეზოს ხაზარულა კი ალმასხანას დაფინოსავით დაპრაჭული მაგრამ მაგის უკეთეს ვერაფერს მოიხილა უზმოზე ჭამე შენ შემოგევლო შენი ბებია მართლა ზუგემრიელესი იყო ეზოს ხაზარულა ომის დროს სოფლის ხიზარი გავხდი და ის ჩემი ხაზარულა პირადად გავიცანი მარანზე იდგა ალაგ-ალაგ ფუღუროიანი სიხმელ შეპარული მაგრამ მაინც ამაკი მკლავდაშლილი ლამაზი ღონიერ და უზარმაზარ ჩრდილიანი კოპეებით ორშიმოებით ორჩხუშებით პატარ-პატარა დოქებით ჩამოხუნძლული თუმცა რა გინდა თურმე აგერ მესამე წერია აღარ ყვავილობდა და ცხადია აღარც ნაყოფს ისხამდა 1942 წელს ადრე გაზაფხულზე სისხამდილით ბებიამ გამაღვიძა ხელში სამართებლივით პირალესილი და ალაპლაპებული ნაჯახი ეჭირა მღუპავ ბებია შევიცხადე განგებ და საბანი თავზე წავიხურე ნუ ლასხანდარო შემამაძაბლო ადეკი და საქმეს მიყედე სანამ ყური ჩამომიტრევი ხარ მაგ ტახტიდან გამიჯავდა ბებია რა საქმე აგიტყდა ქალო ამ ალიონზე უსაყვედურე მე კაცის ხელი თუ არ მოხვდა მაგას ჩემი აღარ ეშინია ქალი რომ ვარ მდლა და ბუჩა დამიგდო თქვა კოპებს შეკრულმა ჰიტლერზე ამბობ მაგას ბებია კითხვაში ვიწვავ მარი მრელაშვილს